დღეს ჩვენი სტუმარია ადამიანი, რომელსაც ბავშვობის შემდეგაც ხშირად ეკითხებიან პასპორტი მაჩვენეო, სოსონები. მივდივარ კიდევ უფრო რთულად სამოგზაურო ქვეყანაში. ой, სად ქვეყანა ჩრდილოეთ კორეა. რასი ძა. ხიფაც ვერ აღვიქვამ რა. რანაირად ეს პოდკასტი რო დაიდება, სავარაუდოდ მე უკვე იქ ვარ. ამ ბოლო მოგზაურობაზე ნიგერიაში ხა ტელეფონი წამართვეს. თვალი უნდა დახუჭო? ხა. და მორჩა. არა. თემა გეოგრაფია წავიდა. ეს საქართველოს დედაქალაქი თბილისია. თქვენ უყურებთ Smart Podcast და ჩვენთან სტუმრად არის სოსონები ერიც. გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა რომ მოხვედი. მოკლედ, ჩვენ გვაქვს ხოლმე ესეთი წესი, რომ ვიწყებთ ხოლმე პოდკასტს. სამივე უნდა წარგადგინოთ. ჩვენ ვარიანტებს გეტყვით, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ვართ ძალიან ინდივიდუალური ადამიანები როგორც ჩვენ. ხო და სამ ვარიანტს შემოგთავაზებთ, მოკლედ და რომელიც ჩვენ მოგეწონება, აირჩევ, ესე მარტივად, შემოხვალ და დავიწყებთ პოდკასტს. ჯერ არ ხარ შემოსული რა, ჩათვალე რა. ჯერ არ ვარ კადრში, ხო? ხო, ჯერ არ ხარ. სადღაც აფრიკაში, მოდიხარ ჩვენთან რა და ერთ-ერთ მაგრამ სანამ გამოგაცხადებთ, მანამდე აუცილებლად ჩვენ მაყურებელს უნდა შევახსენოთ ჩვენი პარტნიორი კომპანიები, ხო? კი ბატონო. ესენი არიან. სუნამოს კომპანია. ხო, მოკლედ არომატო ძალიან მაგარი კომპანია, შეგიძლიათ გადახვიდეთ, აღწერაში გვექნება ლინკი აუცილებლად. ასევე დორჰაუსი, კარის სახლი, ასევე ძალიან მაგარი კომპანია და ბურგერ ლომები, ბურგერ ლაიონსი, ლინკი აღწერაში გვაქვს, ასევე ბურგერ ლაიონსის და გადადით აუცილებლად გასინჯეთ, დააგემონეთ, მართლა ძალიან საუკეთესო ბურგერები. და ასევე თორნიკე? მეგობრებო, როგორც იცით, ჩვენ შემოგვიერთდა უდიდესი კომპანია მსოფლიოში, Tesla და მე მინდა ყველას ურჩიო, რომ შეიძინონ ამერიკული ელექტრომანქანები, მართე მომავალი. კი ბატონო. შეგვიძლია მაშინ ახლა უკვე რომ სოსოს უთხრათ სამი წარდგენა და რომელსაც აიჩევს. ბატონო, მე დავიწყებ. დაიწყე. ეგრე მქონდა სცენარში თან. შენ იწყებდი კი. წენ ხოთქით ამ დავიწყებ. აბა რა. დღეს ჩვენ სტუმარია ადამიანი, რომელიც თვითმფრინავში უფრო ხშირადაა ნამყოფი ვიდრე ნიგერიაში, მაგრამ ნიგერიაშიც ნამყოფია სოსონები ეს. ეს კაი. აი ეს. ეხლა ჩემი ვარიანტი. და ბოლო შეაფასე რა. მე მგონი აღარაა თქვენი. მაგრამ რომ კაი. ადამიანი რომელმაც გაიარა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ქვეყანა. იყო წვიმაში, იყო ქარში, იყო თოვლში, იყო უფლობაში, იყო კრიმინალში, იყო გამოუვალ მდგომარეობაში, იყო საზღვარზე გაჭედილი, იყო დიდი ხნის განმავლობაში აეროპორტის მოსაცდელში და იქ ეძინა, იყო ევროპაში, იყო აზიაში, იყო ამერიკაში, იყო აფრიკაში და საბოლოოდ დაუფასდა შრომად დღეს ჩვენთან სტუმარია. კაია. აუ ეს უნდა არჩიო და მე გამოვაცხადებიო კიდე. ხელა ტექსტი. კაი, მე შედარებით პატარა გამოცხადება მაქვს რა მოკლედ. დღეს ჩვენი სტუმარია ადამიანი, რომელსაც ბავშვობის შემდეგაც ხშირად ეკითხებიან პასპორტი მაჩვენეო, სოსონები. სამივეზე რო შემოვიდე რა. არა, ბიჭო, ძალიან კაი გამოვიდა. საღადაობა. ერთი ლამურჩია. ფული ამბავია. არ მე ვფიქრობ რომ იქაც იყო საუკეთესო ახლა მართლა რომ შევაფასოთ ძალიან სასაცილო შენი იყო კი. კაი, მაშინ ამ გამოვაცხადოთ და შეგვიძლია კი, გამოვაცხადოთ დავიწყოთ. მეგობრებო, დღეს ჩვენთან არის სტუმრად ადამიანი, რომელსაც ბავშვობის შემდეგაც ხშირად ეუბნებიან, აბა პასპორტი მაჩვენეო, სოსონები. გამარჯობა მეგობრებო. აბა როგორ ხარ სოსო? კარგად ხოთა შორის. და კარგად. გადევნებთ ალყურს. ძალიან მაგარ კონტენტს რო აკეთებ ეს შენთვის ახალი ანტიროლები არ ვიქნებით ვინც ამას გეუბნებს. არ ჭირდება მე. არა, კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ ძალიან მაგარ კონტენტს აკეთებ, გიყურებთ აუცილებლად და ბევრი ლაიქი გამოწერა ჩვენგან. ბევრი რა პრინციპში 3 აკაუნტი გვაქვს, ერთი მერტი შენერთი პლუს მარტულები. პლუს მარტულები 4 საბსკრაიბი გაქვს ჩვენგან. კი, და რაც უფრო მეტ ქვეყანაში წახვევ და ნახავ და გადაიღებ ვიდეოებს, ჩვენთვის უკეთესი, იმიტომ რომ ჩვენც ნახავთ ამ ყველაფერს მე. ეგ არის ყველაზე მაგარი რომ სოსო თავისთან ერთად გამოგზაურობს ყველას. შეიძლება ისევ ვერ წახვიდე, მაგრამ სოსო. ამიტომ ვინმე თუ დარჩა ადამიანი, ვისაც არ აქვს გამოწერილი სოსოს არხი. კი, აუცილებლად გამოიწერეთ. აბა როგორ ხარ?
რა ხდება შენ თავს რომელ ქვეყნიდან ჩამოხვედი და რომელ ქვეყანაში მიდი. ძალიან ისეთი უცხო კითხვაა, ხშირად არ მისვამენ ამ კითხვას. მოკლედ, ჩამოვედი ნიგერიიდან. ვიდეოს შეიძლება ნახეთ. რა თქმა უნდა, ნახეთ. ძალიან ისეთი ქვეყანაა რა, ცოტა რთულად სამოგზაურო, თუმცა მივდივარ კიდევ უფრო რთულად სამოგზაურო ქვეყანაში. ოი, სად? ქვეყანა ჩრდილოეთ კორეა. რა სიძა. ასეთი თამამი განაცხადით ვარ. რანაირად პირველ შეკითხვები მაქვს, იმიტომ რომ ძალიან რთულია როგორც. ძალიან რთული არა, აი ურთულესია რა. კოვიდის მერე დაიკეტა მოკლედ ჩრდილოეთ კორეა. იქამდე რაღაცა ჯგუფტურები იყო შიგადაშიგ რაღაც წელიწადში რამოდენიმე ასეული ადამიანი მაინც შედიოდა. თუმცა კოვიდის მერე გაჩერდა რა და ეხაც საკეტილია ტურისტულად ვერავინ ვერ შედის. თუმცა ეხა ტარდება მარათონი ფხენიანში დედაქალაქში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩრდილოეთ კორეაში. და ეს მარათონიც 5 წელია უკვე არ ჩატარებულა და ეხლა გააწყვეტეს რომ ჩაატარონ და მსოფლიოს მასშტაბით 200 ადამიანს უცხოელს ეძლევა საშუალება რომ ირბინოს ამ მარათონზე რა. და ერთ-ერთი ვარ მე. აუ რა მაგარი ამბავია. თან ისეთი ამბავია. რაღაც შეიძლება გთხოვო? აუ. ხალხს რო უთხრა რომ ფეხბურთი 90 წუთი გრძელდება იქ რო ჩაყვა. ეს მარტო 60 წუთს აშუქებს. ძალიან საინტერესოა და ძალიან მაგარი იქნება, არა? ჩრდილოეთ კორეა ძალიან უცხოა და საქართველოს მოქალაქე არავინ არ ყოფილა და ანუ პირველი იქნები. და ადგავს ჩრდილოეთ კორეათი. და ვინც გააშუქებს. ვაა, მომხდარა. საფათო საქმე არის. ну არანაკლებ საფათო საქმეების უკეთებია სოსოს ჩემი აზრით სხვა ქვეყანაში, იმიტომ იმას მაგალითად მატარებლის ვიდეო ვისაც გაქვთ ნანახი კაკოსთან ერთად რო იყო. საფათო ამბავი იყო, მაგრამ ვფიქრობ რომ ჩრდილოეთ კორეაში კიდევ უფრო საფათო იქნება, მაგრამ სოსო აუცილებლად გვანახებს დაუძრება იმათ ხელიდან, იმიტომ რომ მე ვიცი რომ იქ ვინც იღებს რაღაცებს მე ახალგაზრდა ხოლმე და სოსო მარტო მივდივარ. კი, მარტო მივდივარ და აი ეს გამომიგზავნეს ძალიან ბევრი რაღაცა წესები, რომელსაც უნდა დაემორჩილო, თორე თლად კარგად არ წაგივა საქმე. ვაა. ეს პოდკასტი რო დაიდება, სავარაუდოდ მე უკვე იქ ვარ. საინტერესოა რას ვაკეთებ. რას აკეთებ სოსო? ეხლა რას ვაკეთებ საინტერესო ჩრდილოეთ კორეაში. 5 დღით. 5 დღე კორეაში კაი. მაგარია ძმა. აი ესე მაგალითად რა მაინტერესებს პოდიშტონიკა შეგაწყვეტინა, აი იმ რაც გამოგიგზავნეს რა. აი რა იყო ისეთი რა შეზღუდვა მაგალითად ყველაზე მცნაური ან მაგალითად არ შეიძლება ჯვარი არ უნდა მეკეთოს და ნებისმიერ რაღაცა ეკლესიური ნივთი რომელიც ნებისმიერ სარწმუნოებას უკავშირდება არ შეიძლება არც წიგნი არაფერი არც წარწერა არც ჯვარი ჯინსები არ უნდა გეცვას ვა ჯინსები რატო არ ვიცი არიციან ჯინსები ხო არ არის რა იქ არ შეიძლება ვილვეტი პორნოგრაფია ძალიან რაღაცა ფოტოები და ის არ უნდა გქონდეს ტელეფონში რაიმე შეურაცხმყოფელი მაგათ ლიდერზე არ შეიძლება და კიდე ძალიან ბევრი წესი ეხლა ზეპირად არ მახსოვს, უნდა ჩაუჯდე კარგად რომ არაფერი გამორჩეს თორე. ხო, სხვათაშორის არსად არ მithქვამს ეს და პირველად ვამბობ ეხლა აქ. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი ნახვა იქნება მაგას და არა მარტო საქართველოსდან, ჩემი აზრით, იმიტომ რომ იშვიათად რომ ადამიანმა მოახერხოს და ჩრდილოეთ კორეაში ეხლა ის 200 ადამიანი რო ჩავა, ისინი ხო გადამღებები არიან, ისინი მართლა მარათონისთვის მიდიან, მე მგონი. უმეტესობა მართლა მარათონისთვის მიდის და სირბილი ევასება. მეც უნდა ვირბინო სხვანაირად ვერ ჩახვალ, მაგრამ გადავიღებ რა თან ბევრ რაღაც. ვიდეაში მიდიხარ როგორც სარბენად, მაგრამ ჩამოწერილია უკვე იქცია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან და ჩვენი ისიც არის. მოკლედ წარმატებებს გისურვებ. მადლობა ბიჭებო, მადლობა. ძალიან მაგარი გამოვა და მაგარი თავგადასავალი. მოიფიქრე რა ეგ მოახერხე რომანდ მოხდი, მაგრამ მოხერხება უნდა მართლა არ არის მარტივი. ძალიან რთულია კი. ჩვენ ახლა ბოლო ვიდეოზე ვსაუბრობთ, რასაც გააკეთებს ახლა. ბოლო რა, ახლა ბოლო რაც იქნება. ხო. მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ ახლა ცოტა ადრე, როცა სოსომ გადაწყვიტა, რომ გაიკეთებინა კონტენტი მოგზაურობაზე. მე მაინტერესებს, შენ მოგზაური იყავი და მე გადაწყვიტე ეს თუ უბრალოდ კონტენტს მოუხდა მოგზაურობა და მე დაიწყე მოგზაურობა. ან როგორ დაიწყე საერთოდ რა? ან მე მოგზაური ვიყავი და მე მიება ეს კონტენტი. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა მოგზაურობა. და როცა მე რაღაცა ფული გამიჩნდა, ყოველთვის ხარჯავდი მოგზაურობაში რა, სულ ვცდილობდი რომ სადღაც წავსულიყავი რაღაც მენახა და მე ნელ-ნელა ეს კონტენტი შემოიჭრა მოკლედ ამ მოგზაურობაში. აა მე როგორც ვიცი რა 73 ქვეყანაში ვარ კი. 73 პირველი ვიდეო რომელი იყო? რომელი YouTube-ზე სხვათაშორის ძალიან დავაგვიანე რა შემოსვლა. თავიდან Facebook-ზე ვიყავი ძალიან აქტიური, ადრე ის იყო რა
ბლოგებს წერდი, ადრე იკითხებოდა ეგ ბლოგები, ეხლა აღარ არის დიდად მოდაში. ბლოგ პოსტი და ხო, რაღაცა დიდი ესე ბლოგებს წერდი, ფოტოებს ვიღებდი. მე Instagram-ზე გადავერთე და მე აი 3 წელი გავიდა უკვე რაც YouTube-ზე ვარ. და პირველი ვიდეო იყო მე გეტყვი თუ გინდა. ლაპლანდიის ვიდეო. შემოგივლი. მე აქტიური მაყურებელი ვარ სოსოსი. მიხარია და ლაპლანდიის ვიდეო ნანახი მოგწე ესე არ მახსოვს ახლა მაგრამ ლაპლანდიაში იყო ვიდეო ნანახი. პირველი ეგ იყო ხო YouTube-ზე მაგ ვიდეოთი შემოვედი. კაი, მოდი ახლა რადგან ჩვენ ახლა ქართველები ვართ და მაინც საქართველოს წარმოვადგეთ ნებისმიერ ქვეყანაში რაც არ უნდა წავიდეთ. ესეთ შედარება გავაკეთოთ რა. იქიდან გამომდინარე რომ 73 ქვეყანაში ხარ ნამყოფი, მოდი შევადაროთ საქართველოს და სხვა ქვეყნები. სად ვართ ჩვენ მაგ ქვეყნებთან შედარებით? მე ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ შენ ახლა ბევრად გამოცდილი ხარ მაგაში და შენი აზრი ვთქვა და მე და ჩვენს ვთქვით. ხო, ვინ გჯობია, ვინ არ გჯობია? ან რა ხდება ზოგადად? მე რომელ ქვეყნებშიც ვარ ნამყოფი, ალბათ უფრო მეტს ჯობი ვართ, ვიდრე უფრო მეტი ჯობია. უი. მშვენიერი? უი კი არა, უნდა გაგიხარდე. ახლა მაგალითად ნიგერიაში ვიყავი და აი არ ვიცი ძმაო, შედარებაც კი არ შეიძლება რა, იმდენად უკანარიან. ძალიან უკანარიან. აი ეგრე არც ერთ ქვეყანაში არ გამჭირვებია რა, წარმოიდგინე ბანკომატიდან $5-ზე მეტი ვერ გამოგაქ რა. ანუ ქეში არ მქონდა. ეგ პრობლემა ვნახე. კი, ვიდეოში მქონდა ხო ეგ ნათქვი. $5 ანუ ქეში გჭირდებოდა და ქეშს ვერ ვიღებდით ვერსაიდან რა. ძალიან ისეთი ამბავი. ინფლაცია და მაგის გამო $5 თანხად ითვლება? ალბათ. შეიძლება იგიც. ანუ შენ არ იცოდი ეგ და ვერ მომდადე რომ ქეშით წასულიყავი. იმიტომ რომ სხვა აფრიკის ქვეყნებში მსგავსი პრობლემა არ მქონია და მან ეგეთი რაღაც გაიჩიტა და შეგვექმნა პრობლემა ვერც ვესტერნიდან გამოგზავნილი თანხა ვერ გავანაღდეთ $200 $200 და მოკლედ მე იქაური მცხოვრები ქართველი დამეხმარა. $200 მოგცა თუ რაღაცა ეგრე მახსოვს. ქეში თუ რაღაცა ვიდეოში ხო, ქეში მოგცა და გადავუწე. მოდი ისევ შედარებებზე გადავიდეთ ახლა. მე მაგალითად ჩემი დასკვნა მაქვს შედარებითი რა. პირველ რიგში რასაც გამოვყოფთ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში და თბილისზე ვისაუბროთ რა, ბევრად უფრო ჰიგიენური ქალაქია თბილისი, ვიდრე ევროპაში რამდენიმე ისეთი ქალაქი, რომელზეც ვფიქრობთ, რომ ძალიან მაგარია რა. ანუ პირდაპირ შევადარებთ. სისუფთავის მხრივ კი. ანუ გარე იმას ვამ ქუჩას ვამბობ და გავს რაღაცებს. მე ვფიქრობ, რომ ეგ უფრო ხალხიდან გამომდინარე არის თუ რატო? ხალხსაც არის ბევრი დამოკიდებული კი. მე ვფიქრობ, აი ქართველების არა მაგარი ხალხი ვართ, ქართველები არა მაგარი ხალხი ვართ მართლა. არა მართლა აი ხალხი ვართ რამ ხრივ ახლა ნახე. საქართველოში ხა სტუმართმოყვარეობა არავის არ ეშლება რა, მოკლედ ეგეთი ქვეყანა ვართ, მოკლედ და ევროპაში ან აზიაში, აფრიკაში რამე მსგავსი შეხვედრია, ისეთ რომ აი იტყოდი რომ ამას ისინი ჩვენ რაღაცაში მაგაში გაგვეჯიბრებიან სტუმართმოყვარეობაში. ცოტა მაინც ინდივიდუალური ამბავია, შეიძლება ამთლა არასტუმართმოყვარე ქვეყანაში შეხვდეს ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი. ზოგადი ფონი როგორია? მაგრამ კი რა, არის ქვეყნები, სადაც არიან სტუმართმოყვარე ხალხი, არის ქვეყნები, სადაც საერთოდ არ არიან. მაგალითად კოლუმბიაში მქონდა ძალიან ისეთი სტუმართმოყვარე ხალხი შევხვდი ძალიან აი ხალისიანი სტუმართმოყვარე ძალიან ჯიგარი ხალხი. იაპონიაში ძალიან საყვარელი ხალხი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მეორედ ვიზა არ მომცეს. აუ, ეგ ძალიან საინტერესო ამბავია, რომ სოსოს არ მიცეს იაპონიაში ვიზა. რაც ნამყოფი იყავი. ნამყოფი ვიყავი და ვიზა არის ძალიან მარტივი ასაღები იაპონიის ვიზა და ესე არ ვიცი რატო არ მომცეს, მაგრამ არ გამიშვეს. და ჯგუფი წავიდა ჩემს გარეშე. ანუ ჯგუფთან ერთად მიდიოდი და სოსოსთან ერთად წავიდა სოსოს გარეშე. ანუ ყველას მისცეს ჩემს გარდა. ვა. ანუ ტური სოსოსთან ერთად წავიდა ტური. ტური წავიდა. იაპონიაზე ჩვენს მეგობარს გოგა შურღაიას აქვს ერთი ხუმრობა და ეხა ვეთქვი სოსოს და სინამდვილეა თუ არა, უნდა გითხრას, იმიტომ რომ მე იაპონიაში არ ვარ ნამყოფი. გოგა ნამყოფია. გოგას გითხე რომ მეთქი იაპონია როგორი ქვეყანა არის მეთქი რა. და მითხრა რომ იაპონია არის დიდი მინისო. მაღაზია რო გავადიდოთო, აი ეგ არის იაპონიაო რა და. კი არის სიმართლის მარცვალი, მაგ კი. ვა, საინტერესო. მოდი ახლა გადავიდეთ შემდეგ თემაზე, რადგან უკვე ვიცით რატო მას დაიწყო. სადაპირებს წასვლას. მაგრამ უფრო მომავალში გავიხედოთ და ქვეყნები ხო ამოწურვადია. სანამ მარსზე ილონ მასკი არ გადაწყვიტავს რომ კიდე ახალი რაღაცები შექმნას, მანამდე დედამიწა ამოწურვადია. ეხა ბომბავს ხო? ხო ეხა. არა ბომბავს ხო, მაგრამ რომ არ გვარდა ბომბა უკვე. სანამ მარს ბომბავს? ბომბავს რატო იცი რომ დაიბომბება რა, ნახშირორჟანგის რაოდენობა მოიმატებს ატმოსფეროში და შემდეგ შეიძლება რომ წყალი გამოთავისუფლდეს და წყლის რესურსი შეიქმნას მარსზე. ხო და სანამ მე მოხდება რამდენი თავისუფალი თუ არ წარმედგინე რომ მაგას აბა აი ვიფიქრე ხო და მოკლედ ის რა მაინტერესებს აი რაღაც ქვეყნები ხო ამოიწურება რა ვიცი რომ შენი ტურისტული კომპანიაც გაქვს სამლო გეგმებს შენ ამ ტურისტულ კომპანიასთან
დაკავშირებით გაქვს თუ რაღაცა სხვა მიმართულებას გაქვს ცხოვრებაში ჰობი ან რაღაც საით გინდა რომ წახვიდე საბოლოო ჯამში რა რაღაც იმიტომ რომ ამოწურვად რაღაცასთან ხარ ხო ეხლა კი მაგრამ კაი ხანი ჯერ არ მოიწურება რა ისეთი ტემპით მივდივარ რომ ჯერ არ მოიწურება ანუ ისე არ მოგზაურობ რა ხო ხდები ჩადიხარ 2 დღე ერთი ქვეყანა მე 1 დღე ერთი ქვეყანა და მალ-მალე აღარ ვნახულობ ხო ამიტომ უკვე ნელ-ნელა მივიწევ 197 ქვეყნისკენ დრო ბევრია და მაგაზე სხვა შორის არ ვფიქრობ რა აი რა შეიძლება გავაკეთო ეს რომ მომბეზრდება ჯერ არ ვფიქრობ ალბათ მე ცხოვრება თვითონ მოიტანს რაღაცა სხვა რაღაცას მიმართ გამიჩნდება ინტერესი რა და წინასწარ ჯერ წარმოდგენაც არ მინდა რომ ეს მომბეზრდეს ანუ იმდენად მიყვარს ეს რასაც ვაკეთებ რომ ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება მომბეზრდეს თუმცა ადრე თუ გიან ალბათ ხო რა მოკლედ ასო ჩვენი პოდკასტი იმით გამოირჩევა სხვა პოდკასტებისგან რომ არ არის ტრადიციული პოდკასტი და არის ხოლმე შეგნით რაღაც გადაცემების ელემენტი რა მაგალითად რაღაც რუბრიკები რასაც სტუმართან ერთად ვაკეთებთ ხოლმე რომ ძალიან სერიოზულს არ გამოგვიდეს და ცოტა ვიხუმროთ და რაღაც სხვათა შორის მე მაქვს მაგარი თამაში მომზადებული ვიცი ზუსტად ამის მე ამბობდი შენ წეღარ როგორც ვისაუბრე სცენარში როგორც ეწერა ხო და მოკლედ ეგეთი რუბრიკა მაქვს რა თვალი უნდა დახუჭო ხო და მორჩა არა მაგარი ეს განვასხოვებს თვალი უნდა დახუჭო და არ უნდა გაახილო სანამ შენზე მაგარ YouTube არხს არ გეტყვი ო ეგეთი ის არის მაგარი რა გუთხით აი შენი აზრით რომ შენზე მაგარ აი რავი შენ როგორ წარმოგიდგენია ხო შენი გემოვნებით რა ოკეი ამბავია აი მიდი აბა დახუჭე აი დავიწყოთ მილოვას არხი არ გაახილა ხო? არ ჩვენ უყურებთ დანიკა. კომისია აქ ვართ. ჰამაკი. არ გაახილა. კაი. G2G. მიუხედავად იმისა, რომ მაფიაზე გიждები, მოდი მაინც. კაი. ოქტოპუსი. არ გაახილა. რატის ბარი. არ გაახილა. სალითვალი ხო არ გაიხილა? არა. კაკო. კაკო. კი. სალითვალი. აი, არ გაიხილა. კაი. ერთად ვართ რა. Hungry Man. ოპა. კაი. სოსო ერაუნდზე ოლდ. გაახილა სოსო. გათენდა. ოკეი, ანუ სოსო შენზე მაგარი არის სოსო ერაუნდზე. აი, ხო ვიტყვი რა, ანუ მე მაინტერესებს. ხო, მიდი მითხარი რატო არ გაახილა. ჩემს საინტერესო ტექნიკური კუთხით რა არხები ჩამოთვალე, ძალიან ბევრი ჩემზე გამართულია. არ შევედავ, მაგრამ შინაარსობრივად მე ჩემი გემოვნებით მომწონს ჩემი არხი, იმიტომ რომ მოგზაურობას ეხება. ერთი არხი კაკო იყო, რომელიც ასევე მოგზაურობას ეხება. სალითვალი გავახილე. თუმცა კაკოსი მაინც ცოტა უფრო იუმორისტულია, ვიდრე შემეცნებითი რა და მე შემეცნებითი არხები სანამ მე გავაკეთებდი, უცხოელებს ძალიან ბევრს უყურებდი და ძალიან მიყვარს და ნუ მაგიტო რა. და არა იმიტომ რომ ჩემია. კი, ჩვენ ამას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ინტრიგა ჩავაგდოთ. აი ბატონო. გათვლა გქონდა ჩვენ. ამას TikTok-ზე დავდებთ. ის მომენტი ამოჭერით, სადაც ვიძახი, სადაც ხსნი ამას რა. რატო ჩემია. მარტო პირდაპირ ისარჩეს ხო. კარგი, პირველი თამაში ინტრიგნული გამოვიდა. ის გამოვიდა რაც გვინდოდა. რაც გვინდოდა ის გამოვიდა. ეხლა მაინც მიიღეთ შედეგი ხო? ეხლა მაგ ესეთი შეკითხვა საზოსთან. ყველაზე ჭკვიანს თუ უყურებდი ბავშვობაში? კი. კი, სხვა შორს ძალიან მიყვარდა. თემა გეოგრაფია წავიდა. მონღოლის დედაქალაქი. ულანბატორი. ყველაზე მეტი კუნძული რომელ ქვეყანას აქვს? შემდეგი. ყველაზე პატარა ქვეყანა მსოფლიოში? ვატიკანი. რომელ ორ კონტინენტზეა თურქეთი? ევროპა, აზია. სწორია. ეგ გავიწრებოდა ზმაო. ყველაზე გრძელი მდინარე მსოფლიოში? ამაზონი. ყველაზე მეტი პირამიდა რომელ ქვეყანას აქვს? მექსიკა. სუდანი. საკამათოა. ერთ ქვეყანა რომლის სახელწოდებაც ო-ზე იწყება? ომანი. სწორია. რომელ აფრიკულ ქვეყანაში საუბრობენ ყველაზე მეტ ენაზე? არ ვიცი, შემდეგი. ნამყოფი ხარ. ნიგერია. სწორია. ყველაზე მაღალი მწვერვალი ევროპაში? იალბუზი. სწორია. ყველაზე ღრმა ოკეანე? წყნარი. სწორია. ზღვის დონესთან ყველაზე ახლოს ყოფი ქვეყანა? შემდეგი. მალდივები. ყველაზე მეტი მოსაზღვრე ქვეყანა რომლის სახელმწიფოს ყავს? შემდეგი. ჩინეთი. ყველაზე დიდი უდაბნო მსოფლიოში?
ანტარქტიდა. სწორია. რომელი მართლა? საიდან იცოდი? საიდან იცი? ყველა საფარი სიტყვა და მაგრამ ის ადამიანო. ჩავერთოთ ისე ხო? გაჭკიანი ვარ. რომელი ამერიკულ შტატშია ყველაზე მეტი ტბა? ალასკა. სწორია. ერთ-ერთი კონტინენტი რომელზეც უდაბნო არაა. ევროპა. სწორია. ყველაზე გრძელი საზღვრის მქონე ორი ქვეყანა. შემდეგი. კანადა და ამერიკა. ერთ-ერთი დროშა რომელსაც 4 მხარე არ აქვს. შემდეგი. ნეპალი. ქვეყანა რომელსაც ყველაზე მეტი ოფიციალური ენა აქვს. არ ოფიციალური. ვიცი. ზიმბაბვე და შენ გააქვს და მე 15 წავაგე. არა, მოიგე. მოიგე? კი. დავით შემდეგ. არა, ძალიან ან კარგი. სხვათა შორის ძალიან მაგრად გაართო თავი, ა? ყველაზე მეტად ანუ მომიკვირდა სხვათა შორის ნეპალზე ეხა გამახსენდა რომ მოკლე დროშა აქვს და ხო. და ისე მართლა მექსიკაშია, მე სუდანი ვიცოდი. და მადრიდები არის. არა, კი, მაგრამ არა, უფრო ყველა- ზიკურათებს არ ეძახიან მაგას, რაღაც ზიკურათი ქვია თუ რაღაც ჩეჩენიცა და ისინი ხო. სუდანზე არ ვიცოდი. მეც ეგ ვიპოვე. ეგვიპტე იმიტომ არ ვთქვი რომ მეთქი ხოლმე ხა ძალიან მარტივი პირამიდის ებრთა ოჯახია მაინც. კი, კი. მიეკუთვნება. მიეკუთვნება. ხო და აი მე ამ არის კითხვებიდან გაჩასული. სად არიყავი ნამყოფი? სად არ ვიყავი? ანტარქტიდაზე. ანტარქტიდაზე არ ხარ, აპირებ ისე საბოლოოდ წახვალ. ძალიან ძვირი ჯდება, მაგრამ არ აქვს დადნება და მე თვითონ მოვაჭი. უნდა მოვაჭი. მოცურდება. მეც მაგ ერთი თამაში შენთან. გამოგუში. მოკლედ, გლობუსი გვაქვს ჩვენ, დღეს ვიყიდეთ. ეს არის გლობუსი, სოსო. ვა, შეიძლება. ესეთი პრობლემები გამოდის ეს ბოლო პერიოდში. ხო, მოკლედ, ძალიან მარტივი თამაშია რა, ეს უნდა დავატრიალოთ და ამ თითქოს დაადო და რომ ქვეყანაზეც მოხდება, იმ ქვეყანაზე რამე ისტორია მოგვიღებთ. თუ გინდა არ შეხედო და ისე და თავს ხუჭავ? ხო. აი, ცოტა აქეთ გამოვწიოთ თუ გინდა. ხო, თვალები შუაში, დახუჭოს, შუაში, თვალები შუაში. დახუჭოს, ჯობია. თვალები დახუჭე, ხო? აი, დაუბზრიალო. უნდა დაეხმარო, ხო? ხო, დაუბზრიალე და დაადოს. მოიცადე? ბიჭო, რაღაც დავადე. საფრანგეთი. საფრანგეთი. ხარ ნამყოფი საფრანგეთში? ძალიან ადრე. არა, ვარ, სამჯერ ვარ ნამყოფი რა ძალიან ადრე. აი, საფრანგეთზე გვინდა ისტორია. საფრანგეთზე ისტორია? სხვათა შორის საფრანგეთი იყო ჩემი მეხუთე ქვეყანა. ანუ ძალიან ადრე ვიყავი და მახსოვს ეხაც თვითმფრინავი რო ჯდებოდა რომ დავინახე ეიფელის კოშკი, ვიყავი ძალიან ბედნიერი. იმიტომ რომ როცა მეხუთეჯერ მიდიხარ რა, სამოგზაუროდ საერთოდ სხვანაირად ჩანს ყველაფერი და თან მაშინ ვიზები იყო საჭირო ევროპაში და რთულად სამოგზაურო ამბავი იყო და ძალიან კარგად მახსოვს რა და მეორედ რო ჩავედი მე საერთოდ სხვა შეხებილება მქონდა ძალიან აღარ მომეწონა მოკლედ ჩვენი პარიზი მაგსა და მასაბადო ჩახვედი? რატო არ მოგეწონა ანუ რა კუთხით? რაღაც თითქოს გაუფერულდა რა იმის მერე 1-30 ქვეყანა ვნახე და მეორედ ვეღარ ის ემოციები რაც მახსოვდა მეგონა რომ ისევ ისეთი იქნებოდა მაგრამ უps არ აღმოჩნდა და ისე ძალიან კრიმინალური ქალაქია პარიზი, მე ეგრე ვიცი რომ რაღაც უბნებში ვერავინ მე არ მქონია რაღაცა შემთხვევა, მაგრამ ხა ამბობენ რომ კი ძალიან ჯიბის ქურდობა და რაღაცები ძალიან ხშირად ხდება. მაგრამ ეიფელის კოშკი აქვს. მაგრამ ხო, მე არ ვარ დიდად საფრანგეთის რაღაცა ესეთი. უსემატკივარი, ჩემი ფავორიტი ქვეყანა არ არის. იმიტომ ვერაფერს ვერ ვიტყვი. კაი, ერთი დავატრიალებინოთ. ერთი, კიდე? აბარა. მოდი რაღაც კაი, მიდი, ხო, ეგზოტიკურს დაუტრიალე. მარცხნიდან დაატრიალე. აქ დავატრიალო? მარცხნიდან იქ. აზე ხوار. სულ ერთი დაატრიალე და დავადებ. მიდი. აუ, სადგეთი. ფილიპინები, ზმაო. ფილიპინებზე ისტორია. აბა რა ხდება ფილიპინებში? ფილიპინები არის ჩემი იყო ფავორიტი ქვეყანა სანამ მიმოგზაურებდი ნამიბიაში. ფილიპინები არის აი ზღაპრული ქვეყანა, ძალიან ლამაზი, ძალიან სანახაობრივი, უამრავი კუნძულით, ძალიან თბილი ხალხით და ხო რა, ჩემ ტოპ 3-ში შევიყვანდი დიდი სიამოვნებით. ფილიპინებს. ტოპ 3 რო ახსენე ახლა ჩვენი ის ამყვანები ვარ თუ არ გითხარით პირველი და მეორე რო. ჩემ ფავორიტი ქვეყანა არის ნამიბია, სანახაობრივი კუთხით თუ შევხედავთ, ძალიან ეგზოტიკური, ძალიან საინტერესო, ძალიან სანახაობრივი თვალისთვისაც ისედაც საინტერესოა იქ მოგზაურობა და არც ერთ ქვეყანას არ გავს რა. ძალიან უცხოა. ნამიბია რა. ნამიბია არის ნამიბია და არის ჩემ ფავორიტი. და არ მგონია რომ რომელიმე ქვეყანამ გადაწონოს რა, რაც დამრჩა სანახავი. მეორე ადგილი. მეორე ადგილზე გავიყვანდი
სანახაობრივი კუთხით ალბათ კუბას გავიყვანდი და გასართობი კუთხით თუ შევხედავთ ესპანეთს და კონკრეტულად იბიცას. მე არ შემილია ესპანეთში არ დაგეთან ხო? ესპანეთში ჩვენც ვიყავით და ძალიან ძალიან კარგია. კარგია. აი კუბაზე რო თქვი ხა კუბაში ხო ის არის რა კომუნიზმია კიდე. კი. კი და და ეგ არის რა საინტერესო რომ აი წარმოიდგინე ჩადიხარ მე-20 საუკუნეში 21-დან ჩადიხარ მე-20-ში. ზუსტად რაც ხდებოდა მე-20 საუკუნეში ყველაფერი იგივეა რა. იქ მანქანები, არ არის ინტერნეტი, არ არის სუპერმარკეტები, ტრაფიკების ობიექტები, ანუ არაფერი არ არის. ვა. დროში მოგზაურობ რა. და ძალიან საინტერესოა. თვითონიცია? და ის არის კიდე კარგი რა, აი ჩვენთან რა იყო 90-იანებში რა, რო გახვიდო და ყველა რო გარეთ იყო რა, ბირჟები და ყველა გარეთ არის, მხიარულება, მუსიკა, დომინო, რაღაცა ნარდი, ბავშვები დარბიან და ტყავის კურთუკებს ხდიან ერთმანეთს. რაც შორის ეგ ჩემ შემთხვევაში არ შემიმჩნევია რა, დიდად კრიმინალი და რაღაც. ძალიან კეთილი განწყობა იყო პირიქით მოსახლეობის მხრიდან. კამერა ძალიან უხაროდ რო დავდიოდი და აი 90-იანები რო იყო ჩვენთან იგივეა დაახლოებით, ოღონ უფრო ფერადი და უფრო ლაღი. აი ეგრე დავახასიათებია. იქაური ედუარდ შევარდნაძე ვინ არის? ის რა ქვია? აღარ არის მე მგონი ცოცხალი ვინც იყო. ეხა არ ვიცი ვინ არის. კასტრო? იყო, მაგრამ ეხა არ ვიცი. არა, ამდენი ხანი იქნებოდა. ერთი 40 წელი იყო ამდენი ხანი. აი ხანი იყო. კუბის კრიზისის დროს ხო იყო კასტრო კაცი. ვაუ! საინტერესო თემა შემოიტანა. ზუსტად გავიყვანეთ კუბლექსას გეტყვი გინდა? მეც გეტყვი 59 და მაგრამ სამოხდა. ცივიომი დაიწყო 61-დან. ეგ კუბის კრიზისი რო იყო. ყველა რას გეუბნება? ხო. პირველი სატელეფონო კავშირი განხორციელდა. მართლა. მართლა ეგ. კაი. გავაგზავნოთ მოდი ახლა. რა გადაწყდა? საინტერესო გადახვევა არა, იყო. მართლა კაი გადახვევა იყო, იმიტომ რომ მაგ კუბის კრიზისში იყო პირველი სატელეფონო კავშირი, რომელიც მოხდა 100 კილომეტრზე მეტ აქ მანძილზე. და დარჩა ეგრე იმის მერე. ეს მე აღარ არის. აღარ განვითარდა. მე მგონი ის არის, რა ქვია, ორიგინალური იყო ეს. დაუბრუნოთ ხო მაღაზიაში კი ბატონო, მაღაზიაში დაუბრუნოთ ეს გლობუსი. აი აქ ქვემოთ დავუბრუნოთ. მოკლედ ასოციაციობანა. მოიცეთ სუებს დავალაგებ და გეტყვი. ასოციაცია ხო არის? ასოციაციობანა. ასოციაციობანა. აუ, ასოციაციობანა. მოკლედ სახელი აქვს რაღაცნაირი, მაგრამ კარგი თამაშია. ჩვენია. ამ კი, ხო? თამაშზე კი. მოკლედ ჩვენ გეტყვით თემას, ამ შემთხვევაში წყვილად ვართ, ხო? ერთად მე და თორნიკე. კი ბატონო. ისევ თორნიკე შემხვდა. მე ისევ სტუმარი. ხო, ჩვენ გეტყვით რამე თემას და 3-2-1 დაითვლით და ერთი და იგივე უნდა დაამტყიოთ. თამაშია იქ ანუ სანამ მე და ნიკუშა არ მოვიგეთ. არა, მოდი სანამდე სანამდე იყოს თამაში რა. კაი, დავიწყოთ. ვინ დაიწყებს? უთხრათ ჩვენ? კი. ისეთ თემა. ქვეყანა. ხო, ქვეყანა. მოდი. აუ. არ შემარცხინო. 3 2 1 საქართველო. აბა, საქართველოს გარდა. აბა რა, პირველივე. ის რას ვიტყოდი ახლა? სოციალისტ როპლო ჩულუეთ კორი. ნამიბია, მეტყვი მე ხა ბოლოს. არა, იზი იყო რა. იზი იყო ზარი. რა, ჩვენ რა უთხრათ? ჩვენ მოდი უთხრათ. სასმელი. სასმელი. ალკოჰოლური თუ ის? კაია დრო რომ მოიგე. ალკოჰოლური. ალკოჰოლი კი. ალკოჰოლური? ხო. მედი. 3 2 1 ლუდი. ვაა. რას კლასში დაგვილევია ხო? ვაა. რა თქმა უნდა. მიდი. კაი ჩვენ დავუთხოთ. საქართველოს გარდა ქვეყანა. მოდი. აუ 3 2 1 ჩრდილოეთ კორეა. ბიჭო, რა შვები? არის ჩიკაგოში? ასაკეთებს რა. ანუ ხო გითხარი მაგას იტყვია თქო და პირდაპირ ეკითხე? ხო, მაგრამ მე ეცო გითხარი. ჩვენ ნამიბია, არა რაღაცები ხო შეაგდე? კონტინენტი. კონტინენტი. აი, ლიტარაზე დაუქნი. რას ვიცე? ლიტარაზე დაუქნი. აი, კონტინენტი. 1 2 3 ევროპა. აა. ნიკუში.
კაი. ძალიან დაძაბული. ქვეყანა საქართველოს და ჩრდილოეთ კორეის მოდი 3 2 1 ნამიბია. აურიეთ. всё, აი ხლა ეხლა მეორეც და. აიცა რა ვერტული უთხრათ ეხლა. არა მეორეც და გაქვთ იგი. მეორეც დაგვაქვს. კიდე ხო, ხო? სამის და გაქვთ სულ რა, უნდა გამოიწვიოს. ანუ ნამიბია და ნიგერია გამოირიცხა. აი ხარ შემარცხინე. კარგად დაგაიხსენე, დაფიქრდი. 3 2 1 ფილიპინები. აუ, ჩემი ხო, ბიჭო. ფილიპინები. აი მესამეც და აი წაგან საფრანგეთს. მესამეც და მოდის ბიჭებო. აი ხა ერთი ვარიანტი გვაქვს კიდე. რაც შეიძლება რომ გამოიცნო. მოდი. 3 2 1 კუბა. აბა რა. ეხმარები ხო? აი, მესამეც საზე გამოიწა. აი ეხმარ. კაი, ჩვენ ესეთი ვუთხრათ. თული რომ 3 საზე მეტი დაჭირეთ რა. თუ ფრედ გამოვიდა, ანუ ვინც უფრო გვიან მიხვდა ის ააგებს რა, როიცო. ვიც უფრო მით უფრო. რა შეიძლება ახლა მოთხრა რომ ვერ გამოიცნო. ცოტა ის, ანუ მარტივი უნდა იყოს, რომ ბევრი ვარიანტი ქონდეს. ხო. მაგალითად, და რა ასოცირდებოდეს საქართველოსთან. ბაზარი არ არის. კაი, ფერი ვერ გაარტყამენ. აუ, კაი, რაღა. მოდი, აი რა. 3 2 1 ლურჯი. ოპა! კარგია. პირველი გამაზეთ, მიდი. წავიდა. ეხლა უფრო გაურთულდებათ. დავაი, აი ჭრნენ ბიჭები. ჩემი ბრალი იყო თო. მიდი. მოიცა. მოიცა, არა. ეს გავაკეთე. კაი. 3 2 1 ყვითელი. აი ვიცოდი რა ეს კამერა ყველაფერი ყვითელი. მაგაზე წავედი მე. ანუ ყვითელი რა. 1-0-ია თუ მოგვიგეთ. 3 გამოიცნოს, იმათო 3 ჩვენ. 3 უკვე? ვაუ. სო. ფრედამთავრდა. მაგრამ ჩვენ მოვიგეთ. კარგი, თქვენ მოიგეთ ფრედამთავრდა, იმიტომ რომ თქვენ მესამესთაზე აიღეთ და ჩვენ მეორე თაზე აიღეთ, ეგ იყო. ხო. ორჯერ პირველი იყო. პილოცავთ. პილოცავთ. დადაბულ ჩემი აზრით მაინც უკარნახეს ერთმანეთს. არა, არ გვიკარნახია, რა მეკარნახი გუშ. ცინკი იყო. კამზე აისახებოდა აი. არა, მართლა არ ყოფილა. მოკლედ, ვიცინეთ, მეგობრებო, მე შეგახსენებთ, რომ თუ გინდათ რომ კიდე უკარნახოთ ხოლმე მე და თორნიკემ ერთმანეთს, გამოიწერეთ აუცილებლად ჩვენი არხი, დააჭირეთ ამ ღილაკს ხელი და კომენტარები დაგვიწერეთ, ხალხსთავარია, აუცილებლად ყველას ვკითხულობთ. მე თუ არა თორნიკე წაიკითხავს, თორნიკე თუ არა გიგა წაიკითხავს და თუ არა და ჩვენი ადმინი. თუ არა ჩვენი რომს ყურადღებას არ აქცევს. ჩვენი ადმინებიდან რომელიმე. კი ბატონო და მინდა უთხრა მაყურებელს რომ იმიტომ უნდა გამოგვიწერონ, რომ თუ არ გამოგვიწერონ ჩემი ფრაზა ის სხვათა შორის არ იქნება გამოწერილი. ეს არის ძალიან რაღაც მართლა. და თან ჩვენი მაყურებლების 85% არ არის ჩვენი გამომწერი. 85? ბევრია. სო რამდენი პროცენტი ყავს ეგეთი? 60. რა 60%? ჩვენ უკვე 85-ზე ავედი. ძალიან ბევრია. ხო და არ მივედით ახლა მთავარ რუბრიკაზე, ხო? მე მგონი. აი, ვიცინეთ და გვეყო რა. კი, ცოტა დავსერიოზულდეთ და და აი კუბას რომ მიუბრუნდეთ. ხო, კუბის კრიზისი რა თქმა უნდა. კუბის კრიზისი. ეხლა დაიწყება კრიზისი. მეგობრებო, ნაჯახი შეკითხვები. ხო, მოკლედ, წიგნში გვაქვს მოთავსებული შეკითხვები, კითხვები, რომლებიც შეიძლება ჩვენ დავწერეთ, ან ჩვენმა გამომწერებმა გამოგვიგზავნეს, კაცმა არ იცის. ვინ გაიგებს, ხო? შენ სათითაოდ უნდა ამოიღო, წაიკითხო ხმამაღლა და გულწრფელად უნდა და ანუ ეს ფურცლები ამოვიღო, ხო? კი. ხო, თითო და მიყევი რა. პირველი. ქართველი რომ არ ყოფილიყავი, იმოგზაურებდი საქართველოში და რას ნახავდი? ძალიან კარგი კითხვაა სხვათა შორის. ნაჯახს ვერ დავარქმევდი. წალდი ცოტა პატარა. არ აქვს სხვა გათვლა გქონდა. ია და ვინც დაწერა იმას გქონდა. მოკლედ, მიმოგზაურებდი. ანუ მართლა ობიექტურად მართლა ვიმოგზაურებდი, იმიტომ რომ აი ძალიან საინტერესო ქვეყანა გვაქვს, იმიტომ არა რომ ჩემია, აი სუფთა YouTube-ური კუთხით რომ შევხედო და კონტენტის კუთხით რომ შევხედო, გვაქვს ძალიან მაგარი ქვეყანა, რომელიც იძლევა საოცარ მასალას და ძალიან ნახვად ვიდეოს დავდებდი, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა ყოფილიყავი ჩვენი ქვეყნიდან. და ნახავდი ბევრ რაღაცას ძალიან. სხვათა შორის როგორც ვიცი, იწყებ ხო რაღაც ქართულ ტურს. ვიწყებ ამ ზაფხულს ძალიან აქტიურად ვიმოგზაურებ საქართველოში. თითქმის ყველა კუთხეს მოვული რა. აჰა, და ესე იგი დაველოდოთ ზაფხულში ძალიან კარგ ვიდეოებს საქართველოს და გარშემო ვიდეოებს. კი ბატონო. ძალიან კარგი. პირველი ნაჯახი გადავიდა. აი ერთი. მეორეზე.
რომელი ქართული YouTube არხი მიგაჩნია შენს მთავარ კონკურენტად? ოღონდ ახლა არ დაიწყო არავის ვეჯიბრებიო. უბრალოდ ერთი დაასახელე. აი უნდა დამეწყო ეხლა. მართლა უნდა დამეწყო. რომ არავის ვეჯი მართლა ან YouTube ისეთი რაღაცაა, რომ ფიზიკურად ვერ ხარ რა კონკურენტი ვერავის, იმიტომ რომ ერთს რო უყურებს ადამიანი, მეორე ვიდეოსაც უყურებს და პირიქით. აი მაგალითად სამოგზაურო კონტენტი გაიზარდა, კაკომ დაიწყო, გიგიმ დაიწყო, ლეო არის კიდე ერთი ძალიან კაი ბიჭია და მე მგონია რომ პირიქით ერთმანეთს უფრო ვაძლიერებთ ვიდრე კონკურენტებით რა, ესე უყურებ. იმიტომ მართლა ვერ ვიტყვი კონკურენტს ვერ დავარქმევდი რა. კი ბატონო. ტელევიზია რო იყოს კიდე შეიძლება. შენიერი პასუხი. აი, რომელი YouTube არხი გაძლევს мотиваციას, რომ უფრო მაგარი ვიდეო გადაიღო, მაშინ აგეთ კიდე. ქართული? დიახ. კარგი კითხვა. კარგად შეატრიალე სხვა. შემოტრია. მოდი კაკოს ვიტყვი რა. იმიტომ რომ კაკოს storytelling-ი ძალიან მომწონს. ჩემ შინაარსში არ ჯდება რა, ეხა შემეცნებით კონტენტს და სხვანაირი storytelling-ი ჭირდება, მაგრამ მომწონს ძალიან და მოდი კაკოს დავასახელე. კი ბატონო. და კაკოს მოკითხვა აქედან ძალიან გულშემატკივრობთ მე და კაკო ერთმანეთს. მოგზაურობის ვიდეოებს იმიტომ მიიღებ რომ ხალხს შეახარბო. თუ იმიტომ რომ უბრალოდ შენი ემოციები გაუზიარო და შეახარბო ხალხს. შეხარბებაზე მივედი. ну რა თქმა უნდა მაგით არ ვიღებ ხარ რომ იმეს რამე შევახარბო და რა არის შესახარბებელი ბოლო ვიდეოებს თუ გადახედავთ ნიგერიას მაგალითად ან ჩრდილო კორეას სადაც ახლა ვიმყოფები დღეს. ხო რა ისეთ ქვეყნებში ვიღებ ამ ბოლო პერიოდში ვიდეოებს რომ მართლა ვერავის ვერაფერს ვერ შეახარბებს საერთოდ არავის არ უნდა ეხა ნიგერიის იმეებში რა ქვია წყალში სადაც ვიყავი იქ რომ იმოგზაუროს იმ სიბინძურეში და ამბავში. ამიტომ ხო რა არავის არ ვახარბებ. და სერიოზულ პასუხებს ხوارთ. არა, ეგ არის. კაი, შემდეგი. როგორია სასო მოგზაურობის დროს, როდესაც კამერა ჩართული არ აქვს? როდესაც კამერა ჩართული არ აქვს, არის ძალიან ზარმაცი. და სასტუმროში ნომერში ძალიან დიდ დროს ატარებს. და ეზარება გარეთ გასვლა ხშირ შემთხვევაში. ხო, მაგას ვიტყოდი რა, ძალიან ზარმაცი ვარ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ვცდილობ, როცა მივდივარ სამოგზაუროდ, 2-3 დღით მეტი ავიღო ხოლმე, იმიტომ რომ არ მიყვარს აი სულ გადარბენაზე ყოფნა რა, მიყვარს რომ აი დავისვენო, რაღაც მომენტი არაფერი ვაკეთო და მე გავიდე ისევ გადასაღებად. ყოფილა შემთხვევა, რომ ძალიან საინტერესო ქვეყანაში 1 მთლიანი 24 საათი სასტუმროს ნომერში გამიტარებია. არაფრის კეთებ. რომელ ქვეყანაში? რომელი იყო? რამოდენიმე სხვათა შორის და კი ისე ცოტა უცნაური მოსასმენია მოგზაურისგან რომ სასტუმროში ყოფნა მიყვარს 24 საათი ისეთია მაგრამ მიყვარს ვერ ვიტყოდი მაგრამ ისვენებ რა ის აი ხვარი რომ აი 3 დღე 4 დღე იღებს უ რაღაცას აკეთებ რაღაცას ნახულობ მაგრამ მე გინდა რომ გადაიტვირთო ცოტა ხანი არაფერი აკეთო მე გააგრძელო ხო რა მაგას ვეძახი ხო დასვენებას დავარქმევდი უფრო ხშირი მოგზაურობის გამო ოჯახთან კონფლიქტი თუ მოქსლია რა თქმა უნდა და დასაწყისში უფრო რა სანამ საქმე გახდებოდა მაშინ უფრო მომდიოდა ხოლმე რა იმიტომ რომ ჯერის რომ ჩემები ძალიან ნერვიულობდნენ ისეთ ქვეყნებს ვირჩევს ამოგზაუროდ რომ ნერვიულობდნენ ეხა უფრო შეჩვივნენ და ჩრდილოეთ კორეაც კი აღარ უკვირთ თუმცა თავიდან იყო მაინც პრობლემები რომ სახიფათო ქვეყნებში ძალიან ნერვიულობდნენ და არ უნდათ რომ მე მოგზაურო და ხო მქონდა ხოლმე პატარ-პატარა უსიამოვნებები ისე პირველ ქვეყანა რომელი იყო რომელზეც გითხრეს რომ მან დარწახვიდე თორე ძალიან პირველი სიტუაცია ისეთია რომ არ შეიძლება შეინწოს და ინერვიულეს რა რომ აი იქ არ წახვიდე და მე ხა ოჯახი ინერვიულია პირველი არ მახსენდება მაგრამ აფრიკის ქვეყნები იყო ეგეთი კოლუმბიაც ალბათ ბრაზილიაც ხო ეხა მან და კუბაც ალბათ კრიმინალია ხო კოლუმბიაში ძალიან არა მარტო ჩემები არამედ ხალხიც ძალიან ისე მწერდა რომ მან რა გინდა ძმა და ისე თუ მოუპარავთ რამე შენთვის მოგზაურობისას ამ ბოლო დროს ამ ბოლო მოგზაურობაზე ნიგერიაში ხა ტელეფონი წამართვეს ერთ-ერთი ეგ იყო მაგრამ დავიბრუნე წაგართვეს ამ ვიღებდი რამეს თუ გეკავად წაგართვეს თუ ვიღებდი დაგვადგა ერთი 10-15 კაცი და გამომგლიჯეს რა ხელიდან ტელეფონი და სანამ ფულს არ მოგცემ არ დაგიბრუნებთო რა
და $10 მქონდა ჯიბეში, მეტი არც მქონდა, მივეცი და დააბრუნეს. $10 იყიდა შენი ტელეფონი და მე დავრეკე ამ ტელეფონით ვიცნობდი იქ ნიგერიაში ვინც გადაგვაღებინა ეს მაკოკო რა წყალზე მდგარი დასახლება რაც გადავიღეთ იქაურობის თავი კაცია რა მოკლედ და მაგას დაურეკე და მოვიდა და იპოვა ეს ტიპები მოიყვანა ფულის დააბრუნებინა და ბოდიშს მოხდებინა ნიგერიაში კონტაქტი მაქვს მაკოკო ხო? მაკოკო ქვია ხო მაგ დასახლება. ეგ არ ვიცოდი ისე ძალიან ისეთი ამბავი ნიგერიაში რო ხარ და 10 კაცი გადგება თელეფონს ქართველებს და მე იმას უკან იბრუნებ თან. მაგრამ ეგ არის რომ იმდენად მივეჩვია რომ შეიძლება პრობლემაც არის რომ გადგას ეს 10 კაცი და ანუ ხიფაც ვერ აღვიქვამ რა ტელეფონი აგართოს რა ხო შეიძლება რაღაცა მოგწიოს რა 10 კაცს მაგრამ ნიგერიაში ხარ ვინ მოგიკითხავს იქ მაგრამ არ მაქვს რა ეს შიშის გზნობა მაქვს გამქრალი და შეიძლება ეს ცუდიც არის რაღაც კუთხით. ანუ არ გამქრალი გაქვს, იმიტომ რომ სრულად კორეაში მითხარ ხო ხარ. ისე არა, ჩვენთვის კარგია რომ ეგეთ ქვეყანას გვანახებ თორე ისე. ბაზარი არის, კონტენტისთვის მართლა კარგია. ქვეყანა სადაც აღარაზროს იმოგზაურებდი. ნიგერია. შემოძღვება. აღარ ჩავალ მაგ ქვეყანაში. იმდენად არაკომფორტული იყო მაგ მოგზაურობა, რომ არ დავბრუნდები ნამდვილად თუ რაღაცა განსაკუთრებული არ მოხდა რა. აქამდე ჰონკონგი მქონდა ეგეთი ქვეყანა და ეხლა ნიგერია. ჰონკონგი? ჰონკონგზე არ გამიგია ეგეთი ის რომ აი ძალიან ქვეყანა რომ ხო არა, საფათო და რაღაც მაგ კუთხით არა. ჰონკონგში იმდენად არ გამისწორდა ხალხის დამოკიდებულება, რომ აი არ ვიცი, ეგეთი ცუდი დამოკიდებულებით შეიძლება მე არ გამიმართლა, არ ვიცი. არც ერთ ქვეყანაში არ შემხვედრია ეგეთი ცივი ხალხი. არ და მე მგონია რომ ძალიან ჰონკონგი ხო ცალკე ქალაქის სახელმწიფო არ არის, როგორც ვიცი და როგორც ვიცი საკმაოდ წარმატებულები არიან ეკონომიკურად და ანუ კარგად არიან კი. ხო და ანუ ეგ მაგრამ ეს დამოკიდებულება ხალხის იყო ძალიან უარყოფითი რა. შეიძლება მე არ გამიმართლა. საზღვარზეც ჩვენი პასპორტი რო ნახეს 1 საათნახევარი დაკითხვაზე ვიყავით რა. და აი ძალიან უხეშად ხო იცი აი არაფრად რო არ გაგდებენ რა და ძალიან ცუდად გეკითხებიან რაღაცებს ტელეფონში ნახულობენ რაღაცებს თითქოს აი დამნაშავე ხარ რა. ტიპური ჰონკონგელი რა. კი ყველა ვიცით როგორიც. ხო, ეგეთები. არა, ნუ, ხო. ბოლო ნაჯახი. და ბოლო კითხვა, ბოლო ნაჯახი კითხვა. თვლი რომ საქართველოში საუკეთესო YouTube კონტენტს აკეთებ? ესეც და დავამთავრე. მოდი ესე ვიტყვი ამას რა. ტექნიკურად საერთოდ არ ვაკეთებ საუკეთესოდ, ანუ ჩემზე ბევრად გამართული არხები არსებობს. თუნდაც მონტაჟის კუთხით, თუნდაც ავი სპონსორშიპი არის, ძალიან ბევრი რაღაცა არის, რაშიც ბევრი YouTube არხი მჯობია. შინაარსობრივად მე ყოველ შემთხვევაში ჩემი გემოვნებიდან ჩემი კონტენტი უფრო მომწონს რა. იმიტომ რომ არის შემეცნებითი ხასიათის, უფრო ვიდრე გასართობი ხასიათის. სხვათა შორის სხვა პასუხს არ ცველოდი და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ ადამიანი რომელსაც არ ჯერა საკუთარი თავის, საკუთარი იდეების და არ თვითონ საუკეთესოს აკეთებს, მაშინ არაფერი არ გამოუვა. და რადგან წარმატებულია ადამიანი გვესაუბრება, ესე იგი ამის ჯერა და ესეც უნდა იყოს. თორნიკე, შენი აზრით ქართული YouTube არხი რომელია საუკეთესო? ჩემი აზრით? ხო. გააჩნია ჩემ ხასიათს. აი გარი, აი რთულია ეხა რომ მაგალითად ჰანგრიმენი და ჩემი არხი შეადარო ერთმანეთს, იმიტომ რომ საერთოდ სხვადასხვა მიმართულება არის რამდენიმე გამოკვეთილი მაგარი არხი, თუმცა გააჩნია როგორ ხასიათს ეხარ და ისი სურვილი გაქვს რომ უყურო რა. ან თორე ბევრი გამოკვეთილი არხი არის. ხო მე მაგალითად ეხა მაფიას ყოველთვის უყურებ რა, იმდენად მომწონს ეგ პროექტი, რომ ყოველთვის უყურებ და თუ მიუხედავად იმისა, რომ ეხა G2G სხვადასხვა ის გადაცემებიც აქვს, მაფიის გამო შეიძლება დავასახელო ერთ-ერთ საუკეთესო არხად, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეგ პროექტი. ანუ გააჩნია რა ის სიყურება გინდა მოგწონს რა. სოსოს უყურებ ხოლმე, კაკოს უყურებ ხოლმე, ანგრიმენებს უყურებ ხოლმე და დანარჩენი ხან ნუ გააჩნია რა. ანუ ძირითადად სმაჭამა მოგზაურობა. მოგზაურობა. მიყვარს, მას მიყვარს და ჩამოც მიყვარს და მოგზაურობაც ხო რავი რატო არა. კი ბატონო, ამოვწურეთ ხო ეს ნაჯახი? კი და ვფიქრობ ძალიან მოვახდილად, ძალიან ისე. როგორ შეაფასებდი ნაჯახს შეკითხებს აბა? საკმაოდ საინტერესო კითხვები იყო სხვათა შორის. ხო არ იყო ისეთი რამე რომ აი ეს რატო დამიწერეს. არა, პირიქით, ძალიან საინტერესო კარგი კითხვები იყო. კარგია, მადლობა, ჩვენი დაწერილი იყო. და ჩვენი პოდკასტის ბოლოს მოკლედ გვაქვს ხოლმე რომ სტუმარს ვეუბნებით ხოლმე რომ შენ გაქვს 1 წუთი და შეგიძლია ჩვენ გამომწერებს მიმართო ნებისმიერ თემაზე. ავე რადგან YouTube-ზე იყო საუბარი, ეს რაღაცას ვიტყვი რომ
გვერდი დაუდგე ნებისმიერ ახალი YouTube-ს, ახალ წამოწყებას. აი ძალიან მიყვარს ხოლმე წარე კომენტარების ავტორების რა, რატო უნდა გაგიჩნდეს ცუდი კომენტარის დაწერის სურვილი რა. ეხლა შეიძლება რაღაცა მეც არ მომწონებია სადღაც, მაგრამ არასდროს არ დამიწერია ცუდი კომენტარი რა არავისთან. იმიტომ რომ მგონია რომ ჩემზე ყოველ შემთხვევაში ძალიან უარყოფით და დაისახება იქ. ანუ მე რომ მიწერენ ანუ ცუდ კომენტარს, რომელსაც არ ვიმსახურებ, მე განვიცდი რა, არიან ტიპები, ეხლა ვისაც ფეხებზე კიდია, არ აინტერესებს, მაგრამ მე ვერ ვარ რა ეგეთი. და ძალიან განვიცდი ხოლმე. ამიტომ მეტი პოზიტივი, მეტი მხარდაჭერა, შეცდომებზე მითითება, ოკეი, რა თქმა უნდა, ძალიან პირიქით მისაღებია და ნაკლები ჰეითი. კი ბატონო. მადლობა სოსო, ამ ერთი წუთისთვის. რა თქმა უნდა ჩვენც იგივე ხوار გადავაჭარ. არა, 18 წამი იყო. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი გუნდის სახელით, Smart-ულების და ნახე პროდაქშენის სახელით გისურვოთ ბევრი წარმატება. გაიხარეთ. ბევრი მაგარი ვიდეო და რავი, ეს მშვიდობით დაბრუნება ჩრდილოეთ კორეიდან. რა თქმა უნდა, სანამ დავამთავრებ პოდკასტს, გვინდა რომ გადმოგცეს ჩვენი სპონსორებისგან საჩუქრები. რომელსაც ნიკუშა გამოაცხადებს გრანდიოზულად. აბაგისე. მოკლედ კომპანია Aromatos-გან გვინდა გადმოგცეთ საჩუქრად სუნამო. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარე. თორნიკე გააგრძელე. არ თავდება? არ თავდება. მოკლედ მე მინდა გადმოგცე ჩვენი სპონსორისგან Burger Lions-ისგან ვაუჩერი, შეგიძლია მიხვიდე მათ სამ ლოკაციაზე თბილისში. მადლობა. თუ მოხდები თბილისში როდესმე. გლდანის ფილიალში შეგიძლია მიხვიდე, შეგიძლია ვაჟას ფილიალში და ეხლა უკვე თავისუფლებაზე გალერეში. ხარის ეგ დაში ნამყოფ. კი. გლდანში ვცხოვრობ. და ასევე Doorhouse-ისგან გვინდა გადმოგცეთ 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი, კარის სახლისგან, ნებისმიერ ზომის, ნებისმიერი ფორმის კარი შეგიძლია დაამზადებინო. ნებისმიერ ქვეყანაში. მათ შორის ჩრდილოეთ კორეაში. კი, ჩრდილოეთ კორეაში. მადლობა რომ დღეს ჩვენი სტუმარი გყავდა. გაიხარეთ, პირიქით. ძალიან გამისტორდა სხვათა შორის კარგი სიტუაციაა რა. დიდი მადლობა. მადლობა ჩვენ ძალიან მოგვეწონა, ჩვენ ახლა პირველად გავიცანით ერთმანეთი. ძალიან კარგი იყო, მეგობრული და საკმაოდ სახალისო გამოგივიდა ჩემი აზრით. მე მინდა მაყურებელს უთხრა რომ გამოიწეროს სოსოს ორივე არხი, გამოიწეროს ჩვენი არხი და დაელოდეთ ჩვენს ახალ პოდკასტს. მადლობა. მადლობა.